მოგესალმებით მეგობრებო, დღეს გვექნება პატარა გასეირნება გურჯაანში, ჭყალებში გასეირნება პროდუქტების საყიდლად. ესე ჩემი სოფლის ულამაზესი ხედები, ჩემი უბანი, ვახლოვდებით სოფლის ცენტრს, სადაც განთავსებულია მაღაზიები, აფთიაქი, კულტურის სახლი, გამგეობა და ყველაფერი, რაც სჭირდება მოსახლეობას. ესეც გურჯაანში მიმავალი გზა, ზიარის გზა. ზიარი იყო საკმაოდ კარგად დასახლებული, მჭიდროდ დასახლებული ადგილი თავის დროზე. შემდეგ მოსახლეობა წავიდა სხვაგან საცხოვრებლად, ახლა ისევ ნელ-ნელა უბრუნდებიან მამაპაპისეულ ადგილ-მამულებს, რაც ძალიან მიხარია. ეხლა უახლოვდებით ადგილს, სადაც ადრე იყო ჩემს ბავშვობაში პიონერთა ბანაკი, ზიარის პიონერთა ბანაკი. ჩქეფთა ცხოვრება მოკლედ ამ ბანაკში. საკმაოდ კარგი დასასვენებელი ადგილი ბავშვებისთვის. სამწუხაროდ ეგეც გაპარტახებულია ეხლა. შევედით გურჯაანში. აი ესეთი ულამაზესი ხედი იშლება. მალე მივალთ უკვე ცენტრი გურჯაანის. აქ საქართველოს ბანკში მქონდა საქმე. ახლა მივდივართ ბაზრისკენ, ბაზარში არ შევალთ, ბაზარში არ მაქვს საქმე, მაგრამ რაღაცებს ვიყიდით და გაჩვენებთ, რას ვიყიდი. როგორც მითხრეს, ამ მაღაზიაში ნაყინს ჩვენი ბავშვობის გემო აქვსო და აბა ვნახოთ ვიზუალით გავს ბავშვობის დროინდელს. მართლა გემრიელია, თუმცა მთლად ისეთი არ არის, როგორც ჩემს ბავშვობაში იყო. მივდივართ შემდეგ მაღაზიაში, ეს არის ეგრეთ წოდებული ჩალიჩების მაღაზია, უზარმაზარი მაღაზიათა ქსელი აქვს. ჩალიჩებს გურჯაანში და საკმაოდ ხელმისაწვდომ ფასებში იყიდება ყველაფერი. მივდივართ ბენზინის ჩასასხმელად, აქვე უნდა გავიაროთ ადგილი, სადაც ჯარისკაცის მამა დგას. თუ შესაძლებელი იქნება და გამოჩნდება, არ ვიცი რამდენად გამოჩნდება, მაგრამ ულამაზესი ადგილია და ძალიან კარგი გადმოსახედები აქვს. იქიდან ერთხელ მივალ უშუალოდ იმ ადგილზე და გადავიღებ ვიდეოს და გაჩვენებთ რა და როგორ არის.
კომენტარების სახით დამიწერეთ, რას ისურვებდით, რომ გაჩვენოთ კახეთში, რა გადავიღო, რა ადგილი, რომელი მხარე, რა არის თქვენთვის უფრო საინტერესო, როგორი კონტენტი უფრო საინტერესო იქნება თქვენთვის. ძალიან დიდი მადლობა. გურჯაანის ცენტრს უახლოვდებით უკან გზაზე. ახლა მივდივართ პატარა მაღაზიაში, სადაც ყავა უნდა ვიყიდო და უცებ გაჩვენებთ კიდევ რა იყიდება აქ და რისი შეძენა შეგიძლიათ. ვიყიდე ყავის მარცვლები და ცოტ-ცოტას ვქვალ და ისე მივირთმევ ყავას. ახლა ვნახოთ რა ვიყიდე გურჯაანში და რა დამიჯდა ეს ყველაფერი. კახეთში ზოგადად რა ღირს პროდუქტი. ქათამი და ფილე, ქათმის გულმკერდი, ორივეში 36 ლარი. მაიონეზი 6 ლარი, ყავა 10 ლარი. ეს ლუდი 2 ბანკა ღირდა, 1 ღირდა 3 და 60. 2 ასეთი სველი სალფეტკი, ლარი და 20, ასეთი დიდები 4 და 70. მოკლედ ესენი გვჭირდებოდა, კრანი შესაღებად მჭირდება, ეს კარებისთვის. ეს ღირდა ლარი და 10, ეს ლარი და 45, ეს არ ვიცი, სულ 11 ლარის იყო, მე მგონი ყველაფერი. ესაცმის მაზი და აი ასეთი ჰიგიენური საშუალება. ლარი და 70 ღირდა 1. ყველი კილო ღირდა 12 ლარი, 50 ლარის არის სულ. პლუს ბენზინი 50 ლარის და საბოლოო ჯამში გამოვიდა 215 ლარის სულ ყველაფერი. 215 ლარი. 165 ლარი მივეცით ყველის გარდა საწვავიანად და ყველში მივეცით 50 ლარი, ყველი გურჯაანში არ გვეყიდია. უბრალოდ დღეს იყიდა ათიაურში თუ იქით სადღაც ჩემო ქმარმა არ ვიცი. სულ ეს არის 215 ლარი და რა არის არაფერი.